უსახელობის ეროვნულმა სააგენტომ მოიწვია 18 კილოგრამი ცხენის ხორცი და ეს საგდებოდა როგორც საქონლის ხორცი და შესაბამისად იყო ძალიან დიდი გამოხმაურება ამ ფაქტზე. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, როდესაც ხორცი შესაძინოთ მივდივართ და რამდენად კარგად კონტროლდება სარეალიზაციოდ გამოტანილი ხორცპროდუქტები. ამასთან დაკავშირებით ჩვენმა ჟურნალისტმა ნინი გაბიძაშვილმა გადაწყვეტა, რომ გაეკეთებინა სიუჟეტი და თვალნათლივ დაგვანახა თუ როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც მივდივართ საყიდლებს. ხორცის შენახვისა და მოხმარების მისი არჩევის წესები განსხვავდება იმის მიხედვით, თუ როგორ ხორცს ყიდულობთ, ახალ დაკლუს, გაციებულს თუ გაყინულს. თუმცა პირველ რიგში იმისთვის, რომ არ მოტყუდეთ, საჭიროა პროდუქტი ოფიციალურ სავაჭრო ადგილას შეიძინოთ. დაუკვირდეთ იმ ადგილს, სადაც ხორცს ვიძენთ. ეს უნდა იყოს ოფიციალური სავაჭრო წერტილი. ან მაღაზია, ან ოფიციალური ბაზარი, რომელსაც ყავს ვიღაცა პატრონი და რომელსაც აკონტროლებს ეს პატრონი და ხორცი არის დადამბული. ანუ მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს არ იყოს ჯერში თავის სიკვდილით მომკვდარი ცხოველი, არ იყოს დაავადებული ცხოველი, არ იყოს თქვათ იგივე ცხენის ხორცი. ამისთვის ეს ცხოველი დაკლული უნდა იყოს სასაკლაოზე. სასაკლაოს პრინციპი ის არის, რომ იქ ვეტერინარი ცოცხალ ცხოველს ნახულობს, მაგრამ ის შიგნაურობას ნახულობს და ამის მიხედვით ასკვნის, რომ ჯანმრთელი იყო ცხოველი და კი ბატონო, ეს ხორცი იჭმა. გაუცნობიერებელი მომხმარებლისთვის ძნელია ხორცის ისე ყიდვა, რომ არ მოტყუდეს, თუმცა შეუიარაღებელი თვალითაც სავსებით შესაძლებელია ძველი ხორცი ახლისგან გავარჩიოთ, კამეჩის ხორცი ხბოს ხორცისგან. ასევე შესაძლებელია იმის გარკვევა, ხორცი რამდენჯერმე არის თუ არა გაყინული და შემდეგ გამხვარი. თითქოს გაყინულ ხორცს უფრო დანაწევრებული სტრუქტურა აქვს. ანუ ერთიან გარსის ქვეშ კი არ არის მოთხოვნა, რაღაც თითქოს ზოლები დაყვება რაღაც. იმიტომ რომ გაყინვის დროს მოხდა ამ სუქსოილების ერთმანეთისგან განცალკევება. ახალი ხორცი დრეკადია, რასაც დააჭერი, მას ხელი აპკი აქვს დაკრული, სველი არ არის და მეორეც ხელის დაჭერის დროს ორმო ადვილად ივსება, იმიტომ რომ დრეკადია და თავის ფორმას იბრუნებს. კამეჩის ხორცი უფრო მუქია. მუქი წითელიდან მოშავო ფერში ასე გადადის და მოშავო მოყავისფერო ფერში გადადის. და ხბოს ხორცი ღია ფერის არის. ღია ვარდისფერიდან ესე იგი მოწითალო ფერამდე. იმის გამო, რომ ბაზარზე ხშირად ხდება არალეგალური ხორცის განთავსება და ბოლო დროს ცხენის ხორცის გაყიდვის რამდენიმე ფაქტიც დაფიქსირდა, სურსათის ეროვნული სააგენტო კანონის გამკაცრებას აპირებს. ხდება ესე იგი ბაზარზე ცხენის ხორცის განთავსება არალეგალურად, რასაკვირველია, ეს არის შეუმოწმებელი ცხენი, არ არის დაკლული სასაკლაოზე, შესაბამისად არ არის საკუთი დამადასტურებელი იმისა, რომ ეს ჯანმრთელია და პლუს ამას კიდევ ის დანაშაული, რომ ეს ცხენის ხორცი იყიდება როგორც საქონლის ხორცი. ჩვენ ვლაპარაკობთ არსებული კანონმდებლობის ფარგლებში, მაგრამ ჩვენი სამინისტრო და სააგენტო მუშაობს კანონში ცვლილებების შეტანაზე. საგაზაფხულო სესიაზე იქნება ბევრი ცვლილებები შეტანილი არსებულ კოდექსში, შესაბამისად ჩვენ უფრო მეტი უფლებები გვექნება ამ მიმართულებით. მართალია ხორცს უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია ჩვენს რაციონში, მაგრამ მისმა არასწორმა არჩევანმა შესაძლოა უფრო დიდი ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას ვიდრე სხვა პროდუქტმა.